სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არის ღმერთი. ღმერთმა დაგლოცოთ, ჩემო ძვირფასებო, გაგახაროთ, შეიწიროთ ჩვენი მარხვა. იმედია მარხულობთ, ვინც ჯერ კიდევ ვერ მოიფიქრეთ მარხვის შენახვა, გთხოვთ რომ დაიწყოთ მარხვა, ორკვირიანი მარხვა და ჩვენ განსაკუთრებით ქართველმა მართლმადიდებლებმა უნდა შევინახოთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელზე დადგენილი მიძინების მარხვა. დღეს განსაკუთრებით მინდა დავლოცო ჟუჟუნა ბებია. თქვენ ალბათ ხედავდით წირვის მსვლელობის პერიოდში, სანამ წირვა დაიწყებოდა, რომ უძლურებაში ჩავარდა, მაგრამ წირვა მაინც არ დაუტოვებია, ჩვენთან იყო ბოლომდე. ახალგაზრდებო, განსაკუთრებით სიზარმაცერო შემოგეპარებათ, აუცილებლად გაიხსენეთ ჟუჟუნა ბებია. ვინც განსაცდელში იმყოფებით ან ჩავარდებით, გაიხსენეთ ნანა დეიდა, რომელიც აგერ ჩვენთან დიდი ხანი არ ყოფილა, იყო გარკვეულ უძლურებაში, ოპერაცია ჩაუტარდა და დღეს ის ჩვენთან არის და მინდა განსაკუთრებით მოვეფერო ამ ორ უხუცეს ადამიანს, ჩემთვისაც და თქვენთვისაც ისინი სამაგალითო ადამიანები არიან. განსაკუთრებით ჩვენს ქვეყანაში, როდესაც ასაკი გვემატება, ასაკთან ერთად გვემატება პრობლემები და გვემატება განსაცდელები. ამ დროს გთხოვთ ყველას 70-ე ფსალმუნი წაიკითხეთ და შეევედრეთ ღმერთს, რომ როდესაც გემატება ასაკი და ისეთი ბიჭი, ისეთი გოგო, ისეთი კაცი და ისეთი ქალი ვეღარ ახარ, ეგ შენი ბრალი არ არის, მაგრამ ასაკს თავისი მიაქვს. შეევედრე ღმერთს, რომ ღმერთო, თუ შვილებმა მიმატოვეს, ან შვილიშვილებმა, ან მეგობრებმა, შენ მაინც იყავი ჩემთან და არ მიმავატოვო სიბერის ასაკში. თქვენ არ გეგონოთ, რომ სიბერე ცუდია, სამწუხაროდ თანამედროვე ადამიანი გაურბის სიბერეს, რცხვენია სიბერის. ასაკი რო შეეკითხო, შეიძლება ადამიანი გაგიბრაზდეს, რას მეკითხები, როგორ გამოვიყურები, ძალიან კარგად გამოვიყურებით. ყოველთვის გახსოვდეთ, ჩემო ძვირფასებო, როდესაც გემატებათ წლები, დაუკვირდით კარგად, თქვენ ბიოლოგიურ ასაკს ფეხთაფეხ მოყვება სულიერი ასაკი, თუ ძალიან უკან არის ჩამორჩენილი. ისევ იმ სულიერ ასაკში ხომ არ ახარ, ბებიას რო დაყავდი ხელჩაკიდებული მამალათი ხელში ტაძარში და ხატებს რო ეჩურჩულებოდი, ისევ იქ ხო არ ახარ, ხო არ არის დრო ცოტა გაიზარდო და შენ ასაკს შეეფერებოდეს შენი სულიერი ასაკის და შენი ძმენა, რომელიც არის შენში, ყოველთვის შეამოწმე განსაკუთრებით მარხვაში რა მდგომარეობაშია. კვირა დღეს, როდესაც ქრისტიანს ეზარება წირვაზე მისვლა და როდესაც ფეხს ითრევს, გაიხსენეთ, ჩემო ძვირფასებო, რომ კვირა დღე არის ჩვენთვის ყველაზე უპირველესი საიდუმლოება, უპირველესი დღესასწაული დღესასწაულთა. 12 დღესასწაულზე მაღლა დგას როგორც მზე ვარსკვლავებზე. და თუ შენ კვირა დღეს ეკლესიაში არ დადიხარ ხშირად, ესე იგი შენ აკნინებ შენ თავში აღდგომის საიდუმლოს. აი დღევანდელი 7 ყრმის ხსენებაც მაგიტომ არის, რომ მესამე საუკუნეში იმპერატორ დეკიუსის დროს იდევნებოდა ეკლესია და წარჩინებული ადამიანის შვილები, ეს 7 ყრმა იყვნენ წარჩინებული, დაწინაურებული ადამიანების შვილები, შეამჩნიეს, რომ ისინი იყვნენ ქრისტიანები და იმპერატორმა მოინდომა მათი წამება. მაგრამ ღმერთმა სასწაულებრივად დაიხსნა ეს ყრმები წამებისგან და ძილი მოგვარა და 2 საუკუნე, თქვენ წარმოიდგინეთ, ესენი დაძინებულ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. მეხუთე საუკუნემდე, თუ არ ვცდები, დომიციანეს უკვე იმპერატორობის პერიოდია, მიდის კამათი აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით და საერთოდ დაიმახსოვრეთ, რომ ყოველთვის ყველა საუკუნეში იყო პოლემიკა და იყო ბრძოლები აღდგომის უფრო მეტია საუფლოზე დღესასწაულთან დაკავშირებით და ამ დროს
გამოაგვიძებს ღმერთი ამ ყრმებს და ეს იყო ნათელი დადასტურება, რომ აღდგომის დღესასწაული არის ჭეშმარიტი დღესასწაული. ეხლა მახსენდება საოცარი მომენტი წმინდანების ცხოვრებიდან, პატროლოგიიდან, როდესაც გრიგოლ ნოსელი გაიგებს თავისი ძმის ბასილი დიდის გარდაცვალების უწყებას, ძალიან დამწუხრდება, ძალიან ეწყინება, ბუნებრივია ყველას გვეწყინება ჩვენ დედმამიშვილიზე რამე ცუდის გაგება, მაგრამ ძალიან უყვარდა გრიგოლ ნოსელს ბასილი დიდი, ესენი იყვნენ 10 სულიანი ოჯახიდან, 10 დედმამიშვილი იყო და აქედან 7 იყო წმინდანად შერაცხული. და თქვენ წარმოიდგინეთ, ისეთი დიდი მამა, როგორც არის გრიგოლ ნოსელი, რომელმაც თავისი ძმის ჰომილია 6 დღეთა შესაქმის განმარტება უფრო მეტი სიღრმისეულად განმარტა და თავისი ძის გარკვეული ღირსება დაიცვა ამით, კი არ დააკნინა, პირიქით დაიცვა, თავისი დისგან, მაკრინესგან ისმენს, თამამად შეიძლება ითქვას ჰომილიას მკვდართა აღდგომის შესახებ და თავისი და მაკრინე ძმას გრიგოლ ნოსელს ამშვიდებს, რომ ძმაო, მოგეშინია მაცხოვარი მოვა მეორედ და ჩვენს ძმას აღადგენსო მკვდრეთით. აი თქვენ წარმოიდგინეთ ესეთი დიდი მამა და ხანდახან ჩვენს ვართ ხოლმე გარკვეულ უძლურებაში და თავისი და იყო, თავისი და ამხნევებს, ვისაც ეს ჰომილია წაკითხული არა გაქვთ. აი როგორც დიდი გურამ დოჩანაშვილი ბრძანებდა დილოსავთ პირველი წაკითხვის და მოსმენის სიხარულს. აუცილებლად წაიკითხეთ ამ მარხვაში და შეიძლება მაკრინეს ეწოდოს ქალი ღვთისმეტყველი. საოცარი განათლებით, საოცარი რწმენით გადმოსცემს წმინდა მაკრინე მასხურის ბრწყინვალე აღდგომის შესახებ სწავლებას, რათა გაამხნევოს თავისი დამყოლებული ძმა, რომელიც თავისი ძმის გამო არის ძალიან დამწუხრებული. რატომ გავაკეთე ამ ხელა შესავალი ჩემო ძვირფასებო? იმიტომ რომ ჩვენ ყველას მე ქალბატონი ნანა, ქალბატონი ჟუჟუნა და არა მარტო ესენი, უამრავი თქვენთაგანი საჭიროებს გამხნევებას, საჭიროებს თანადგომას, საჭიროებს მოკითხვას, დალოცვას, მოხსენიებას, არა მარტო ცოცხლები, არამედ მიცვალებულები. ჩვენ ნუ გონია რომ ღმერთმა უკვე თავისი საქმიანობა დაამთავრა, უხეშად ვიტყვი, მორჩა, იშვა, ეწამა, ჯვარზე გაეკრა, აღდგა, ამაყდა და მჯდომარეა მარჯვენით მამისა. არა, როგორც სტეფანე პირველ მოწამემ იხილა, წინა დღეებში იყო მისი ხსენება, ის სახარებაში წერია, რომ მჯდომარეა მარჯვენით მამისა, მაგრამ სტეფანემ მდგომარე იხილა მამის წინაშე. რატო? ის ყველა განსასწრებში მყოფ ადამიანს ფეხზე უდგება და ისე ლოცულობს თავისი მამის წინაშე. ნახეთ რა საინტერესოა, რომ სტეფანე პირველ მოწამეს, რომელსაც ქვებით ქოლავენ, იცით რას ამბობს? რასაც ამბობდა იესო ქრისტე, მიუტევე, არიციან, რას აკეთებენ და ამ დროს ის ადამიანები, ვინც ქვებით ქოლავენ სტეფანეს, იმ ადამიანების ტანისამოს პეტრე პავლე მოციქული დარაჯობს, რა საოცარია რა. და ამ დროს არის ესეთი გარდამოცემა, აი ამ დროს დაფიქრდაო პავლე პირველად ქრისტიანობაზე და ქრისტიანებზე. ჩვენს რო ასე არ გვეგონოს, ჩემო ძვირფასებო, არ გვეგონოს, რომ ჩვენი გასაკეთებელი არაფერი აღარ არის, ქრისტემ ყველაფერი გააკეთა, გავკადნიერდები და თანამედროვე სახის მეტყველების ენაზე გეტყვით სამ პრეტენზიას ღვთის მიერ ჩვენს მიმართ გამოთქმულს. დიახ, არ მოგესმათ. პრეტენზია შეიძლება დავარქვა მაცხოვრის ამ მოწოდებას. როდესაც ქრისტე, არ ვიცი, შეიძლება განმარტებლები ამბობენ, მაგრამ მე არ ვიცი, ვაღიარებ ჩემ უმეცრებას, რომელი მოციქული იყო, თუ იცით, შემახსენეთ, მოუწოდა ქრისტემ, რომ გამომყევი, ღმერთმა ხო ყველაფერი იცის, კაცს მამა გარდაეცვალა და ეუბნება, რომ მე გამომყევიო. შეიძლება რომ ქელეხში უთხრა შვილს, რომ დაუტევე ქელეხი მამა მიცვალებული და წამოდი ჩემთან. ეს მარტო ღმერთს შეუძლია რომ გაბედოს და თქვას.
და მოკრძალებით ეუბნება მომავალი მოციქული, რომ მაცადე უფალო მკვდარი მამა დავმარხო. საინტერესო ნათქვამია, აცადე მკვდრების დამარხვა შენ მე გამომყევი. რამხელა პრეტენზია ღმერთისგან ჩვენს მიმართ გამოთქმული, შენს თუ არ გინდა რომ მკვდარი იყო მამა შენივი, გამომყევი შვილო მე და თუ შენ ჩემთან იქნები, შენი მამა ცოცხალი იქნება და დაიმკვიდრებს სასუფეველს. პირველ რიგში გახსოვდეთ, ჩემო კარგებო, ყველაზე დიდ განსასწრებშიც რომ იყოთ, გახსოვდეთ, რომ წირვა ლოცვა არ უნდა დაუტევოთ. მოძღვარი არ უნდა დაუტევოთ, მაშინვე უნდა წამოხვიდე მოძღვართან და უთხრა მამაო, დამეხმარე, მიშველე, აი ამ დღევანდელი თვარეული ჭაბუკის მამასავი. მუხლი მოიყარა, აქავე დავძენ და გთხოვთ რომ დაიმახსოვრეთ. განსაკუთრებით ახალგაზრდებს მოგმართავთ, დღეს მოდაშია მუხლის მოყრა საცოლესთან, კრეხელობაა ჩემო კარგებო. მუხლი უნდა მოიყარო ერთადერთი ღმერთის წინაშე. არც ქალის წინაშე, არც კაცის წინაშე მუხლი არ უნდა მოიყარო, ეს არ შეიძლება. იოანეს გამოცხადებაში წერია. იოანეს რო ანგელოზი გამოეცხადა, მუხლი მოიყარა და წამოაყენა. არ შეიძლებაო ანგელოზის წინაშე მუხლის მოყრა, ერთადერთი ღმერთის წინაშე უნდა მოვიყაროთო ჩვენ მუხლი. მოიყარა მუხლი თვარეული ჭაბუკის მამამ და ევედრება რომ ჩემი შვილი ცისად იგვემების, ანუ ბავშვობიდან თვარეულიაო, აქაც ეშმაკის მზაკრობაზე მინდა გავამახვილო ყურადღება. ეშმაკი არაც მინდა სული ყველაფერს აკეთებს, რომ მისი მზაკრობა მის გარდა ყველას დაბრალდეს. ციურ სხეულებს, ღამის და დღის მნათობებს და ასე შემდეგ და დღესაც ხალხს გონია, რომ ადამიანს ციური სხეულები მართავენ ან ტანჯავენ. ნუ იყოფი ასტროლოგია და ასტრონომია შორს ჩვენგან, ჩემო ძვირფასებო, ადამიანზე ზეგავლენა აქვს ღმერთს, არაც მინდა სულს და დავის დაცემულ ნებელობას, თავის უღმართ ცხოვრებას. მიდის და ევედრება, რომ შენ მოციქულებსო შევევედრეო და ვერ გამკურნესო, მასხოვარმა შერისხა, არაც მინდა სული და მაშინვე განთავისუფლდა ეს ჭაბუკი. აქავე დავძენთ, რომ ერთადერთი რითაც ეშმაკი არაც მინდა სული ადამიანიდან განიდევნება, ეს გახლავთ მარხვა და ლოცვა. სხვა საშუალება არ არსებობს. პირდაპირ წერია გარდა მარხვითა და ლოცვითა. ოღონდ არა ჩვენნაირი მარხვით, ჩემო კარგებო. არ ვაყენებ შეურაცხყოფას არავის მარხვას, მაგრამ როცა ხედავ რომ შენი შვილი ცუდად არის, შენი ქმარი გალაღდა, დაიწყო სმა, ან შენი ცოლი არის არასასურველ მდგომარეობაში, შეგიძლია დამატებით კურთხევა აიღო და ორშაბათი ან სხვა დღე კიდევ დამატებით შეინახო მარხვა და თქვა, მე ძალიან მიყვარს სასმელი და აღარ დავლევ სასმელს, სანამ ჩემი შვილი არ განეკურება. ძალიან მიყვარს ხორცი და ვიძახი ხორცზე უარს, სანამ ჩემი მეუღლე არ განეკურნება. აი ეს არის მარხვა, რომ დამატებით კიდევ ილოცებ შენ შვილზე იქ თვარეული ჭაბუკის მამასავი. და ძალიან საინტერესო მომენტი, არასდროს მე არ გამიმახვილებია ყურადღება აი ამ მომენტზე. ბავშვობიდანო, ხანო ცეცხლშიო იწვებაო და ხან წყალში ჩავარდებაო. ეშმაკეულ ადამიანებს უკიდურესებები გვახასიათებს, ჩემო კარგებო. უკიდურესება ყველაფერში, წმენაში ძალიან გადავარდნილი, ასე თქვათ, ფანატიკოსი, ან მეორე საერთოდ გულგრილი და საერთოდ რომ არაფერი არ ანაღლებს და არაფერი რომ არ ადარდებს. თუ გადავარდნილი ხარ, ან მარცხნივ, ან მარჯვნივ, ესე იგი შენ ეშმაკეული ხარ. ზომიერებაზე მეტი ყველაფერი ეს არის უკვე არაწმინდა სულისგან. და ყოველთვის გახსოვდეს ეს მომენტი, რომ ხან წყალში ვარდები, ხან ცეცხლში იწვევი. და ღმერთს უნდა რომ ზომიერი, თავდაბალი და წესიერი ადამიანი იყო. ამიტომ გეუბნება გამომხევი. პირველი პრეტენზია არის გამომხევი. დაანებე მკვდრებს თავი და გამომხევი მე. ნუტირი ხარ, ნუ ხარ გლოვაში, გამომხევი და გახარებული და ბედნიერი იქნები. მეორე პრეტენზია, აპატიეთ ამას რომ ვამბობ, შეიძლება ვიღაცამ რომ მოისმენს, განმიკითხოს, მაგრამ ჭალებში ვამბობ ამ სიტყვას. ღმერთს აქვს უფლება რომ ჩვენთან პრეტენზია გქონდეს, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ჯიუტები და თავხედები ვართ. მეორე პრეტენზია ეს არის, ვინც მივდივართ ღმერთთან და ვთხოვთ რამეს, ღმერთი გვეუბნება,
გწამს შვილო რომ ამის გაკეთება შემიძლია? ჩვენ რას ვამბობ ზიარების დროს? წამს უფალო და აღვიარებ რამე თუ შენახავ ძეღვთისა ცხოველისა. სახარება დაიწერა იმიტომ, რომ ჩვენ წამდეს, რომ იესო ქრისტე არის ძეღვთისა. პირველ რიგში აი ამიტომ დაიწერა სახარება. და როდესაც მოდიხარ ტაძარში და სათხოვარი გაგმერთან, დაფიქრდი, ჩემი რწმენა შეესაბამება ჩემ თხოვნა, ჩემი თხოვნა ძალიან დიდი ხომ არ არის და ძალიან ბევრი და ჩემი რწმენა ძალიან პატარა. ამიტომ ხომ არ ჯობია მთვარეული ჭაბუკივით თხოვო ღმერთს, რომ ღმერთო, ჯერ ჩემი რწმენა გააძლიერე და გაზარდე და მერე თუ იქნება ნება შენი შეასრულე ჩემი თხოვნა. აი ეს არის უკვე ეკლესიური მიდგომა. რომ ჩვენ ძირითადად ეკლესიაში სათხოვრებით მოვდივართ და არ გვაინტერესებს ღმერთს რა პრეტენზიები აქვს ჩვენს მიმართ. დაიმახსოვრეთ კარგად, ყოველთვის დაუსვით თქვენ თავს კითხვა. მეყოფა ეს რწმენა სულის საცხოვნებლად? მე რომ ქადაგებ, დიდი ხანია უკვე, ჩემი რწმენა ჩემს ქადაგებას შეფერება? არის ჩემში იმხელა რწმენა? ან ამდენი ხანია ტაძარში რომ დავდივარ, უკვე წლები გადის. შეიძლება რომ მე მერქვას მორწმუნე ადამიანი? მიხვდებით რომ არა. აი ამიტომ პირველ რიგში ტაძარში როცა მოდიხართ, ევედრეთ ღმერთს, რომ ღმერთმა თქვენი რწმენა გააძლიეროს თვარეული ჭაბუკის მამასავით. და თქვენ მე აღარ ჩავარდებით არც ცეცხლში, აღარ დაიწვევით და მეორე უკიდურესობასი წყალში აღარ ჩავარდებით. მესამე პრეტენზია ყველაზე საინტერესო. ძალიან ბევრ ადამიანს ჩემი თამაგობით აქვს პრეტენზია, რომ ღმერთი უყვარს. მაგრამ ბევრჯერ ღალატობს ღმერთს პეტრესავი. ხოლო ჩვენ რო წავდგებით ხატების წინ უფალთან, უფალი გვეკითხება, მამა გიორგი, გია ცინცაძე, ზურა ვახტანგაძე, გიყვარმია. ეს გახსოვდეთ ჩემო ძვირფასებო. სამჯერ ეკითხება პეტრეს, იმიტომ რომ პეტრემ სამჯერ უარყო ქრისტე, მაგრამ რამდენი თქვენ წარდგებით უფლის წინაშე ხატებთან ზიარებაზე და აღსარებაზე იცოდეთ, სანამ აღსარებას იტყვით, ან დაწერილს შეუგზავნით მდელს საკუთრებაში, ესე გაკადნიერდებით. ეს არ არის ჩემო ძვირფასებო აღსარება, ეს ძალიან ცუდი რაღაცა არის. აღსარებისთვის მოიცალეთ, წირვაზე კი არ უნდა ამბობდე აღსარებას, დრო გამონახე ვარფაში, იკადრე ამოსვლა ეკლესიაში და დაჯექი მოძღვართან და ესაუბრე. ჩვენ არ ვიცით აღსარების თქვა. ყოველი აღსარების წინ შეკითხვა დაუსვით თქვენ თავს, რომ ჩათვალეთ, რომ ქრისტე გეკითხება, გიყვარ შვილო მია. თქვენ ეთქვით, რა თქმა უნდა უფალო, მაგრამ რატომ არ იცავ ჩემ ცნებებს, თუ ასე იყვარვარ? მერე ჩავგუნავთ ხო თავს და შეგვწყვება ჩვენი აღსარებლობის და ჩვენი ცოდვების და ასე რომ აღარ იყოს ჩემო ძვირფასებო და ასეთ მდგომარეობაში რომ არ ჩავარდეთ, აი ამიტომ უნდა ვიკითხოთ ყოველდღე წმინდა წერილი, აი ამიტომ უნდა ვილოცოთ ყოველდღე, აი ამიტომ უნდა ვაკეთოთ სიკეთე, ვამბობდეთ აღსარებას, ვეზიარებოდეთ, მარხულობდეთ და ვიყვარდეს ერთმანეთი. სამწუხაროდ დღეს ესე ასე არ არის არც ეკლესიაში, არც ერში, არც ბერში და ასე შემდეგ. მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ თუ ჩვენ კარგად გავიგებ, რა არის ღმერთის ნება, რა არის ღმერთის დაშვება, რა არის ღმერთის განგებულება და რა არის ღმერთის განწირულობა, განწირულობამდე არ მივიყვანთ ღმერთის ნებას და მაშინვე აღვასრულებთ ღმერთის ნებას, რომელიც არის კეთილი, სახიერი და ნებისმიერი ჩვენთაგანის ცხონება უნდა ღმერთს. ნუ ჩავაყენებთ ღმერთს უხერხულ მდგომარეობაში და ნუ ვაიძულებთ ღმერთს, რომ ღმერთმა ჩვენზე განსაცდელები დაუშვას და ვიყოთ წუხარე მდგომარეობაში და ვიყოთ დაბნეულები და არ ვიცოდეთ განსაცდელების დროს რა უნდა გავაკეთოთ, აღსარების დროს რა უნდა ვთქვათ, ზიარების დროს რაზე უნდა ვიფიქროთ და ქადაგების დროს როგორ უნდა მოვისმინოთ ის სახარებისეული ქადაგება, რომელსაც ნებისმიერი
წირველი გდელი წარმოთქვავს ამბიონიდან. აი ეს არის ჩემო ძვირფასებო, რაც მე დღეს მინდოდა მეთქვა, მოემზადეთ ფერისვალებისთვის საოცარი დღესასწაულია და შემდეგ მარიამობას ერთად ვიყოთ, ერთად ვეზიაროთ და ერთმანეთის სიყვარულით გამოისახოს ჩვენში უფალი ჩვენი იესო ქრისტე. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა დაზიარება სულისა წმინდისა იყავ თქვენ ყოველთა თანა. ამინ.